Თამბაქოზე კონტროლის გამკაცრების მიზნით საქართველოს მთავრობის დადგენილებით სახელმწიფო კომისია შეიქმნა. კომისიის შემადგენლობაში სახელმწიფო უწყებები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ყველა დაინტერესებული მხარე შედის. კომისიის მთავარი ამოცანა 1 თვის განმავლობაში თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიის შემუშავება. უკვე ცნობილია, რომ სამოქმედო გეგმაში მკაცრად გაიწერება თამბაქოს მოხმარების რეგულაციები, აიგზავნება სიგარეტის მიყიდვა არასრულწლოვნებზე, თამბაქოს რეკლამირება და მოწევა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. გაძვირდება თამბაქოს ნაწარმზე სააქციზო გადასახადიც. ედგა კომისიის პირველი სხდომა, სადაც წარდგენილი იქნა ბატონ დავით სერგენკოს მიერ მომზადებული ორი მნიშვნელოვანი დოკუმენტი. ეს გახლავთ 5 წლიანი 13-17 წლების თამბაქოს კონტროლის ღონისძიებათა გაძლიერებასთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმის პირველი ვერსია, რომელიც დაურიგდა კომისიის წევრებს თავიანთი შენიშვნებისთვის და მოსაზრებებისთვის და ასევე სტრატეგიის პრინციპები. ამავე დროს სამდივნოს მიერ უკვე შემუშავებულია მთელ რიგ კანონმდებლობებში და მარეგულირებელ დოკუმენტებში შესატანი ცვლილებები, რაც განხორციელდება მომავალი 1 თვის განმავლობაში. სტრატეგიის ერთ-ერთი ნაწილი არის ამ კონტროლის გაძლიერება, რა თქმა უნდა, რომ მიღებული და აღიარებული რეგულაციები დაცული იყოს. რაც შეეხება თვითონ თამბაქოს ნაწარმის გაძვირებას. ეს არის თემა, რომელსაც სიტყვა გაძვირება ყოველთვის ასოცირდება ხოლმე რაღაც სხვა ეკონომიკურ და ესეთ მოვლენებთან. დიახ, ეს მოსალოდნელი არის, ოღონდ ეს იქნება სტრატეგიულად გაწერილი ფინანსისტებთან, ეკონომისტებთან ერთად, რა როგორ რანაირად და ეს არ იქნება უეცარი იმპერატიული და თამბაქოს ინდუსტრიისთვის მოულოდნელი გადაწყვეტილება.